ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ სურავი გასვლითი კურსის პოლიტიკა, ეს არის განუყოფელი ნაწილი იმ მონეტარული პოლიტიკის, რომელსაც აწარმოებს ეროვნული ბანკი. სახელმწიფო ეს ნიშნავს შემდეგს. ლარის კურსი მოკლევადიან პერიოდში იმოძრავებს ორივე მიმართულებით, როგორც გაუფასროების, ასევე გამყარების მიმართულებით. აუცილებელი აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მოვახდენთ ინტერვენციას იმ დოზით და იმ ოდენობით, რაოდენობითაც ჩვენ გვაქვს ეს დაგეგმილი ზოგადად იმ ეკონომიკურ პროგრამაში, რომელსაც ვახორციელებთ და რაც არ დაემუქრება ფასების სტაბილურობას, რა თქმა უნდა. ბატონ გიორგი, შეიძლება თუ არა გქონდეს რაიმე პროგნოზი, როგორ შეიძლება შეცვალოს კურსი გამყარდეს ან გაუფასროდეს, თქვა სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით? სეზონური ფაქტორები, ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ, კალათის მიმართ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კალათის მიმართ, ლარის გამყარება, გაუფასურება, ასევე გაზრდილი მოთხოვნა იმპორტზე და ბევრი სხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მოკლევადიან გავლენას ლარის გასვლით კურსზე. ამიტომ რა თქმა უნდა, ლარის გასვლითი კურსი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე იმერყევებს ორივე მიმართულებით. მე პროგნოზის გაკეთება არ მინდა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ლარის სტაბილურობა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება, იგი გარანტირებული არის როგორც საქართველოს სავალუტო რეზერვით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვით, ასევე ჩვენს მიერ წინასწარ შემუშავებული დაგეგმილი პოლიტიკით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქვენ აზრით, რამდენად ადეკვატურია ფასების ზრდა, რომელიც ძალიან მალევე მოყვა ცვლილებას და ხალხის განწყობა რამდენად აისახა? ლარის მერყეობა დოლარის მიმართებაში ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების, ისე გაუფასროების მიმართულებით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, არანაირად არ არის პირდაპირ კავშირში ფასების ავტომატურ ზრდასთან და ძალიან ხშირია განსაკუთრებით ამ დროს სპეკულაციები ამ თემაზე, განსაკუთრებით იმ პროდუქციაზე, რომელიც მიმართაც მოსახლეობა არის განსაკუთრებით ცნობილი. ეს გახლავთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მედიკამენტები და გითხარით, რატომ არ არის ეს კავშირში ერთმანეთთან. მადლობა დიდი.